მოგესალმებით მეგობრებო და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. დღეს გიბრუნდებით დუბაის ვლოგით. ამ მოგზაურობისთვის წინასწარ დავჯავშნეთ ჰაიდე ჰოტელი, რომელიც არის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ბურჯ ხალიფას ხედით. ასევე დავჯავშნეთ ბილეთები, რათა მოვინახულოთ Global Village და Miracle Garden-ი, წავალთ უდაბნოს ტურში, რომელშიც შედის ტრანსფერი და საღამოს შოუ. დედიკოს და ნათლის დიდი სურვილი იყო წავსულიყავით აკვარიუმში, რომელიც მდებარეობს შიქ დუბაი მოლში. აუცილებლად ვესწრებით ფანტანების შოუს, რომელიც საღამოს 6 საათიდან იწყება და ყოველ 30 წუთში გვთავაზობს განსხვავებულ პერფორმანსებს. მინდა აღვნიშნო, რომ აბუ-დაბის აეროპორტი იყო ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული და ორგანიზებული, სადაც ოდესმე ვყოფილვარ. აბუ-დაბიდან ავტობუსით წავედით დუბაიში, შემდეგ კი სწრაფი მატარებლით გავაგრძელეთ გზა. ჩემთვის გასაოცარი იყო, რომ მატარებელში ქალებსა და კაცებს განკუთვნილი ვაგონები აქვთ, ამიტომაც ჩვენც, რა თქმა უნდა, ქალებისა და ბავშვების ვაგონებში შევედით. ავტობუსით და მატარებლით მგზავრობა საკმაოდ გადაგხვალა, ამიტომაც ყველას ვურჩევდი მანქანის ქირეობას, ამისთვის დაგჭირდებათ საერთაშორისო მართვის მოწმობა, რაც ერთ დღეში შეგიძლიათ დაამზადოთ საქართველოში. ესეთი აბაზანა გვაქვს, ძალიან მოწესრიგებული. შემდეგ ეს არის ჩვენი მისაღები. გვაქვს ასევე ტელევიზორი, ასევე ეს უზარმაზარი საწოლი. მაგიდა. ასევე ესეთი კუთხე, სადაც შეგვიძლია მაკიაჟი გავიკეთოთ, ხო ნათლი? კი, ხო, ხო, როგორ მოგწონს? აბაში 60-ში მოვხდი, ძალიან რომ მომწონს. ხედი როგორც ასეთი. მოკლედ, აი ახლა რას ვაკეთებთ? ვიყავით ძალიან დაღლილები და სახე მაქვს რაღაც აჭრალებული, არ ვიცი და და ახლა მივდივართ Global Village-ში, იმიტომ რომ დაჯავშნილი მქონდა 4 საათიდან. უნდა გამოვიძახო ტაქსი. ძალიან გამიჭირდა ელექტროს SIM-კარტის დარეგისტრირება და არ ვიცი რატო, იმიტომ რომ ამერიკაში მას ხშირად ვიყენებდი და უბრალოდ შესაფერს ვერ მოგზებნე ეთყობა და ცოტა დრო გაგვეწელა, მაგრამ დავისვენეთ, რამდენიმე საათი გვეძინა, იმიტომ რომ მთელი ღამე არ დაგვიძენია და ახლა მივდივართ და იმედია მოგვეწოდება. აი მოვახლოვდით ჩვენს Global Village-ს. აი შემოვედით უკვე Global Village-ში და არის მართლა ძალიან ლამაზი. აქეთ გვაქვს პარიზი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკა. აქეთ მხარეს რა არის? აბა ეს ეგვიპტე. დედიკას ისე მოსწონს, მგონი ვერ წყვება ქაურობას. წამოდით, ამხელა ტერიტორიაზეა გადაშლილი. ულამაზესია მართლა, ნახეთ აი ეგერ არის ეგვიპტეც. Global Village მდებარეობს დუბაი-ლენდში და აერთიანებს 90-მდე ქვეყნის კულტურას. სამწუხაროდ აქ საქართველოს კუთხე ვერ ვიპოვეთ. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ უნიკალური და ტრადიციული ნივთები და დააგემოვნოთ სხვადასხვა ქვეყნის კერძები. აქ ასევე ნახავთ ცოცხალ კონცერტებს და შთამბეჭდავ წარმოდგენებს. ჩვენი მოგზაურობა დაემთხვა რამადანისთვის, ამიტომაც გვთხოვეს მუსიკაზე არ გვეცეკვა. მოკლედ, ეხლა გადავწყვიტეთ, რაღაცები ვითამაშოთ და ბავშვობა გავიხსენოთ. ჩემზე მეტად ალბათ დედიკო და ნათლიამ უნდა გაიხსენონ და უნდა განახოთ რა უნდა ითამაშონ. ვინახე რომ 3-4 წლის ბავშვები თამაშობენ ამას. ძალიან მიყვარს. Only 2 ducks, madam, again. მარტო ორჯერ ნათლი.
بالحب تلقاك المدن ეს არის თაფლი, მე დიდად არ გავგიშდი, მაგრამ დედიკოს ძალიან მოეწონა. შეგიძლიათ დააგემოვნოთ ცოტ-ცოტად. დილამშვიდობისა გოგოებო. ესე მივირთმევთ ყავას. ეს რა დღე გაგიქით და დუბაი. აი ჩვენი ხედი, ესე მივირთმევთ ყავას. ესეთი უგემრიელესობები დაგვახვედრეს ახლა ნომერში, იმიტომ რომ დედიკოს აქ დღეს დაბადების დღე და სასტუმრომ გამოგვიგზავნა ეს. დღეს მივდივართ Miracle Garden-ისკენ და საღამოთი გავალთ ალბათ სადმე რესტორანში, იმიტომ რომ დღეს არის დედიკოს დაბადების დღე და უბრალოდ არ ვიცი, რომელ რესტორანში შეიძლება წავიდეთ. ამიტომ დილიდან მეძებდი ამას. დღე მშვიდობისა, ქეთათო, დაბადების დღეს გილოცავ კიდევ ერთხელ დედა. მადლობთ. სად მივდივართ ეხა? აბა? მივდივართ ყვავილების ქვეყანაში. ჩვენი სასტუმრო. ესე გამოიყურება. გოგოები არიან ისინი, მე მოსაყალები ნახენ. ეს უნდა გამოვიძახო და მან ვიქნებით დაახლოებით 20 წუთში. როგორი სახლები აქვთ დუბაიში? დღეს კი მივდივართ Miracle Garden-ში, რომელიც არის ყველაზე დიდი ყვავილების ბაღი მსოფლიოში. იგი მდებარეობს ასევე დუბაილენდში, არის გაშენებული დაახლოებით 7 ჰექტარზე. აქ ნახავთ 50 მილიონზე მეტ ყვავილს და 250 მილიონზე მეტ მცენარეს. აქ დაგვხვდებათ უზარმაზარი ყვავილების ფიგურები და გულის ფორმის ულამაზესი თაღები. დუბაის კლიმატიდან გამომდინარე, ბაღი მაისიდან სექტემბრამდე დახურულია. როგორი კაი გოგოები ხართ? სასწაული.
açılıyorum. Bir bakma duygularına. Si tu veux manger un petit hamburger. ახლა მოვედით დუბაი მოლში. რომ ვიპოვოთ მაგნოლია ან cheesecake factory. მივდივართ უდაბნოს ტურში. დაახლოებით 6 საათი გრძელდება.
დღეს არ იქნება მუცლის ცეკვები, მაგრამ სხვა ცეკვები შესრულდება, იმიტომ რომ არის რამადანი. და რა თქმა უნდა, ყველაფერს გადავიღებთ. აკლემებზე უნდა შევსვათ ან ჩემი გოგოები. ეხლა 3 ადამიანი უნდა ავიყვანოთ კიდე, გველოდებიან უკვე და მე წავალთ უკვე უდაბნოსკენ. როგორი ქარია. ვაიმე, ეს რა არის? ფრიალებთ. გზად ისეთი შეერი ვიყავი, უბრალოდ ვთხოვე რომ სადმე გამიჩერეთო და Burger King-ში რაღაცებს შევკვეთეთ. და ეხლა ვჭამდი. მომერიდა, იმიტომ რომ ჩვენმა მძღოლმა მითხრა, რომ იყო მარხვაზე, არის პაკისტანელი, ძალიან კარგი კაცი. შემდეგ მითხრა, რომ მჭირდებოდა ასევე თავშალი, მე დირჰამი არ მქონდა. ამიტომაც თვითონ მაჩუქა მიყიდა და მაშუქა ძალიან საყვარელია. მოიცა გადმოგახედოთ, ეხლა აქედან რა ხდება აქ საერთოდ. რა ამბავია. და აი ხედავთ გამხელ ლოკაციაზე გადაშლილი ეს კვადროების ბილიკი. არის ასევე ფოტოგრაფი, ფოტოების გადაღება. ღირს 150 დირამი ერთი ადამიანისთვის და ორისთვის 250, რომელიც არის დაახლოებით 220 ლარი. სხვა მხარესაც რო შეგახედოთ, აქეთ მხარეს დგანან აკლემები და ძალიან მეშინია მე საერთოდ აკლემზე დაცემის და შეიძლება დღეს საერთოდ არ დავჭდე, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ეს შესაძლებლობა ჩვენი ბილეთებით, ცოტა არ იყოს მაშინებს, ამიტომ ნახოთ. აი ესეთი ქაოსია ეხლა აი ამ ადგილას. You have seat belt, don't worry. You have seat belt. Don't worry. Yeah. You have seat belt. Enjoy! Oh my God. That's good. That's really good. დედიკოს არაფრის არ ეშინია საერთოდ, აბსოლუტურად. მე კეთინა მიშველენ. შურს გუშან სიოსურ გაჭირებული ყურდას კეთინა. სკახასლა. აი მიცოდმა. ისეთი ქარია, ქუჩა გვეყრება პირდაპირ თვალებში. დედა ჩემი მიიღებს თან ვიდეოს რაღაცას არ ვიცი. როგორ მოგწონს ნათლი აბა? აი ფეხში. რა სასიამოვნოა ხო ისედაც? ძალიან მომაზია. ისეთი გვარყია ამ კაცმა. ცოტა თავარ. ცოტა ხანი აზრზე უნდა მოვიდე. ვიდე აბა ნათლი კიდე ახტი. ისეთი
ხო. აი ნახე იქ თამხარს როგორ დადიან მანქანები. ახტი. დედიკომ და ნათლიმ დაიწყეს ინგლისურად საუბარი. იცი რა სასიამოვნოა ფიშა? ეგეც რა ხდება? ეხლა არით რო უკვე რომ მივითოთ რაღაცები და არ ვიცი აქ რა ხდება. ძალიან სასწაულად არ გამოიყურება, მაგრამ მაინც უნდა დავაგებოვნოთ. აქლემზე ჯდომა იყო ძალიან კარგი, სასიამოვნო, ძალიან მომეწონა და კიდე მინდა ვცადო. დედიკო და ნათლი ჯერ არ ყოფილან, ამიტომ მაგათი რიგი უნდა მოვიდეს მალე. აი ეს ჰენა, გონი ჰენა ქვია, ეს დავიხატეთ. და ესეთ ადგილას უნდა დავსხდეთ ყველანი ერთად. რა გვაქვს? აკლემის მაკატის აი დაიწყო ჩვენი ვახშამი. მე სიმართლე გითხრათ, ეგ რაღაც ხემსი, რაც ავიღე წინაზე იყო საზიზღრობა. ვერც შევჭამე საერთოდ ვერაფერი. და იმედია რამე მომეწონება ახლა აქ. მოკლედ მე ეს კომბინაცია ავაწყე. ძალიან ბევრი რაღაც იყო. რავი, წესით გემრიელად გამოიყურება. ეს დესერტი რა არის, არ ვიცი. Don't worry, no problem. Sorry. All tight, okay? უდაბნოს ტური იყო პირადად ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი. ტური გაგრძელდა დაახლოებით 6 საათი და შედიოდა ტრანსფერი, კვება, კვადროებით გასეირნება, აქლემზე დაჯდომა. ჩვენმა მძღოლმა გადაგვიღო ძალიან ბევრი ფოტო და ვიდეო და რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან კმაყოფილები დავჭით. ჩემი სიცოცხლე ხარ, მიყვარხარ ძალიან. მეც ვიყარ. ეს ესეთ გოპანაკ. ბალკონზე ბურჯ ხალიფას მერით. საბანი მაგთან გამოტანილი. აქედან დასლა მართლა არ მინდა. დავრჩებოდი დიდი სიამოვნებით და ვიცხოვრებდი კიდეც. აი ხო მიყვარდა ძალიან ნიუ-იორკი, მაგრამ ნიუ-იორკი ჯიბეში ჩაისვა, ეს რა კარგია. ახაც. დილამშვიდობის ამეგობრებო. დღეს არის ჩვენი მეოთხე დღე აქ. ჩავბარგდით უკვე, იმიტომ რომ ჩეკაუთი უნდა გავაკეთოთ რამდენიმე წუთში. ძალიან მწყდება გული რომ მივდივართ, იმიტომ რომ ძალიან მოგვეწონა და ისე ვისიამოვნეთ დუბაით. ერთადერთი რამაც მართლა შეგვაწუხა იყო, რომ თვითონ სასტუმრო იყო ძალიან კარგი, არის 5 ვარსკვლავიანი, არის ყველაფრით აღჭურვილი, რაც შეიძლება მოგინდეს, ან დაგჭირდეს. ძალიან კომფორტული. თვითონ სერვისიც ყველაფერი იყო იდეალურ დონეზე, უბრალოდ ამ სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოპირდაპირე და გვერდით შენდება ახალი კორპუსები, ახალი სასტუმროები. და იმდენად შემაწუხებელი იყო ეს ხმა, რომ დილით ძალიან ადრე გვეღვიძებოდა, 6 საათიდან უკვე ხმაური იყო. მთელი ღამე მუშაობდნენ და როგორც დავგუგლე, ესეთი ის არის, რომ 24/7-ზე, ანუ მთელი დღე და ღამე მუშაობენ, რომ ააშენონ ესეთი კორპუსები. რომ სწრაფად აშენდეს ეს შენობები და ბიზნესის განვითარებას არ შეეშალოს ხელი. და სხვადასხვის ძალიან შეწუხებული ვიყავით ამითი. დანარჩენი ყველაფერი იყო იდეალური. ეხლა მივდივართ ზოოპარკში. ეს არის ზოოპარკი და აკვარიუმი დუბაი მოლში. და დედიკოს ეს უნდა ძალიან, ამიტომ ბოლო დღეს ჩავატიეთ და შემდეგ მივდივართ თვითონ აეროპორტში. დედიკოც უკვე ემზადება და მივდივართ აქედან.
ეს არის ჩვენი ავტობუსი. ეს ავტობუსი არის დაორგანიზებული სასტუმროს მიერ და სხვადასხვა ლოკაციებზე გადაადგილდება. ახლა ვეძებდით ლოქერებს და დედაჩემი და ნათლიაჩემი რომ მგონია უკან მომყვება, არა დავკარგე. ინტერნეტი არ აქვს, არაფერი არ აქვს. ეს არის აკვარიუმი დუბაი მოლში, ამის ბილეთი ჩვენ უკვე ნაყიდი გვაქვს და შიგნიდან უფრო კარგად დაგათვალიერებინებთ. მე როგორც აკვარიუმების არა მოყვარული, დიდად არ გავგიჟდი, მაგრამ კი, ლამაზია, უბრალოდ ცოტა არ იყოს მეშინია იმ ტუნელში გასვლის, იმიტომ რომ ვიცი რომ არ გასკდება, მაგრამ რო გასკდეს რა ვქნა. ანუ, სადმივი ვარ. აი ხა უნდა შევიდეთ, მეორე მხრიდან ყოფილა შესასვლელი და ტყუილად ველოდებოდით აქეთ ამ მხარეს და რამხელა ტერიტორიაზეა გადაშლილი. ჩვენი ვიგენიც გამოჩნდა და ულამაზესი თევზებიც. მოდი გურია. სიგენს ველოდება მიყვარს. ჯერ შემოსულებიც არ ვართ და ვერ გამოვედით აი ეს პატარა ადგილი. ძალიან მოსწონს გოგოებს. ყველაფერი. ნახე ეს წყალქვეშა მცენარეები როგორ აქვთ გაკეთებული, ნახე. აი ესეთია, ძალიან ლამაზია მართლა ძალიან ლამაზია. მაგრამ ხო, ალბათ 1.50 მეტრი იქნება გასავლელი, ფეხით მეტი არ არის და ეგ არის всё. ანუ, გარედან უკეთესი ფოტოები გამოდიოდა. რატო? მოდით? აი ამ პატარ ნაკვალევს უნდა გავყვეს და მივახცევთ აკვარიუმს. ზოგადად გამხურებას უნდა ესე. ყავს რა თქმა უნდა თევზებიც. და ზემოთ თუთიყუშებიც. Completely, they'll lose it within a This land conversion contributes for its habitats. Global summits and agreements aim to align nations on conservation goals. Reforestation initiatives. As stewards of the earth, our actions can either contribute to the problem. აი ეს არის ზვიგენის კვერცხი. We explore the profound connection between indigenous peoples and rainforests, revealing how their ეს ხელს კიდებენ და იჭერენ. rainforest deforestation and its impacts. Through knowledge and commitment, quantities of carbon dioxide from our atmosphere. In this natural exchange, we mitigate the impact of climate change, blocking away carbon and vegetation. The air we breathe, rainforest მგონია რომ პატარა ჯუნგლებში ვარ მოხვედრილი. ან ნათლიას უნდა რომ ვნებოდი კარგად ყველას. გასაგებია. უზრუნოდ ყოფილი ცხოვრება გექნება. ახე.
კარგი ქართული. ეს კი არის ხელოვნური ჩანჩქერი, რომელიც იმის წარმოსახვას ქმნის, რომ ადამიანები წყალში ხდებიან და მართლა ძალიან შემიძლია. აი კიდე ერთხელ მოგვიწია ბურჯ ხალიფას ნახვა, ხო? რა თქმა უნდა.